ბალზამინები, იგივე პატარძალები. Როგორ გამოვაზამთროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ წელსაც გაგვიფერადონ ჩვენი გარემო. Როგორ მოვიქცეთ. ასევე დღეს ვისაუბრებთ ისეთ რთულ გამოსაზამთრებელ მცენარეზე, როგორიც არის კოლეუსები. ულამაზესი კოლეუსები, რომლებზეც ძალიან ხშირად უარს ვამბობთ იმის გამო, რომ ვერ იზამთრებს. ასეთი წარმოდგენა გვაქვს. აბა როგორ შეიძლება ამ სილამაზეზე ვინმე უარი თქვას და უარი რომ აღარ თქვათ, მე თქვენ მოგიყვებით, როგორ ვაზამთრებ ბალზამინებს და კოლეუსებს. მოდით დავიწყოთ მომზადებით. იმისთვის რომ აი ეს ველურად გაზრდილი ბალზამინი უფრო კარგი ბუჩქიც გავხადოთ და შემდეგ გაზაფხულზე თვითონ დედაძირიც გქონდეს ეს ძირიც რაც ახლა გვაქვს და პლუს ახალი ენერგიებიც გქონდეს საჭიროა გადაჭრა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში უნდა გადავჭრათ ბალზამინები, თუ ისეთ ადგილას ვაზამთრებთ, სადაც ჩვენი თვალი ხშირად ვერ ხვდება, მაგალითად სადმე გრილ ოთახში. როდესაც ეს ყვავილები დაიყვავილებს სვივა ფოთლებზე. იწყებს ლპობას ეს ყვავილები, ალპობს ფოთლებს და მიდის შემდეგ ღეროები ილპება და იკარგება ჩვენი ბუჩქი. ასევე კარგად რომ გაჰაერდეს და არ გაჩნდეს სოკოვანი დაავადებები, ამისთვისაც ძალიან კარგი ვარიანტია გადაჭრა. ასევე გადაჭრა გვეხმარება იმაში, რომ ახალი ენერგიებიც გქონდეს სამომავლოდ და იმაშიც უფრო დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი დედაძირი გადაგვირჩება. დავიწყოთ გადაჭრა. ცოტა სწრაფად ვიზამრო, ვიდეო ძალიან არ გამიგრძელდეს. აი ასე მეგობრებო. ჩვენი ლამაზი ბალზამინი, აი ასე დავაპატარავეთ. გვაქვს როგორც აქ ახალი ამონაყარი, ასევე გვექნება გასამრავლებელი მასალაც, დასაფესვიანებელი. მაგრამ სანამ ამ ტოტების დაფესვიანებას მივხედავთ, მე მინდა გაჩვენოთ ერთი რამ. რა არის იცით ეს მეგობრებო? ჯადოსნური ფხვნილი არ არის ნამდვილად, ძალიან ბევრს რომ გონია მეყვავილეებს ჯადოსნური ფხვნილები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი ჩვენი მამაპაპური ღუმელიდან გამოხებული ნაცარი. და რას ვაკეთებთ ამ ნაცრით? აუცილებლად, თუნდაც კოლეუსების გადაჭრისას. გადანაჭრელ ადგილებზე აი ასე ნაცარს ვაყრით კარგად, რომ წვენი არ გაუშვას, რომ შეიშროს ეს წვენი, რომ არ მოხდეს ჩვენი მცენარის დაავადება. აქედან შესაძლებელია გაჩნდეს ისეთი დაავადება, სოკოვანი, როგორციც ყველასთვის ცნობილია, როგორც შავი ფეხი. საშინელება. გადანაჭრელ ადგილას თუ გინახავთ, რომ ასე შავი ზოლით, შავ ზოლებად წასულა ეს რაღაც სიშავე და შემდეგ გაუფუჭებია მთელი ჩვენი გადაჭრილი ბალზამინი. განსაკუთრებით ბალზამინებს ეხება ეს პრობლემა, ბალზამინებს აქვთ. აბა რამდენს გქონიათ ასეთი შემთხვევა? აი ახლა ყველგან დავაყარე. ნაცარი არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. ეხლა აქ წვენიც აღარ გაუვასუნთლად შეიშრო და შვიდად ვიქნებით. ძალიან კარგი რამეა მეგობრებო, გამოიყენეთ აუცილებლად. რაც შეეხება ჩვენს კალმებს. კალმები შეგვიძლია აი ასე დავამტვრიოთ და უკვე გამზადებული მაქვს ჭიქა წყლით. ჩვენ ამ ჭიქაში დავაფესვიანებთ ამ სილამაზეს. ნახეთ, ბალზამინები არა მხოლოდ ტოტით მრავლდება, აი ახლა შემომხვდა და ნახეთ მეგობრებო, შეგიძლიათ ბალზამინები გადაამრავლოთ თესლით. აი ესენი არის სათესლეები, თუმცა მე ნამდვილად ვერ დაველოდებოდი, როდის გაიკეთებდნენ ესენი თესლებს. ისეთ შემოდგომა შეგიძლიათ აიღოთ ხოლმე. აქეთ-იქით ისვრის ამ თესლს და უნდა მიაწვროთ, რომ აიღოთ ეს თესლი. ასე ყვავილებ გაცლილს და კოკრებ გაცლილს ჩავდებთ გამჭვირვალე ჭიქაში და ვაზამთრებ აი ასე. ფესვიანდება, აქ უამრავ ფესვს გამოიყენს, ხან არის სულ დახვეულია ხოლმე, მაგრამ არ ვრგავ. გადავრგავ მხოლოდ მაშინ, როდესაც გაზაფხული მობრძანდება, სითბო იქნება და შემეძლება გარეთ გატანა ამ მცენარის გარეთ გადარგვა. ზოგჯერ ნახშირის ერთ აფსაც უმატებენ ხოლმე წყალს, უბრალოდ უნდა ჩააგდოთ შიგნით. ესეც კარგი ვარიანტია, მე არ ვაკეთებ ამას, მაგრამ რატომაც არა, სადეთ. შემდეგ წყალს რომ გამოუცვლით, ეს ნახშირის აფიც ახალი შეუცვალეთ ხოლმე. ასე შეგიძლიათ გამოაზამთროთ მთელი ზამთარი გქონდეთ. მხოლოდ ბალზამინები კი არა, კოლეუსებიც, რა თქმა უნდა, იგივე ვარიანტით ვაფესვიანებ და მთელი ზამთარი მაქვს ხოლმე. მხოლოდ ბალზამინების დედაძირებზე ვიტყვი ერთ რამეს, ძალიან გრძელი ვიდეო რომ არ გამომივიდეს, არავითარ შემთხვევაში საზამთრებლად არ დადგათ სამზარეულოში. შეიძლება კარგი სითბო იყოს სამზარეულოში, უყვარს სითბო ბალზამის, მაგრამ მაღალი ტენიანობის გამო, ყოველთვის მაღალი ტენიანობაა სამზარეულოში. დიდი ალბათობით გაგიფუჭდებათ. შეურჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ნაკლები სინესტია, უფრო ადვილად, უფრო ნიავდება ოთახი.
სხვა ისეთი არაფერი არ არის, რაც მოწყვლას შეეხება, მხოლოდ მაშინ ვწყავთ, როდესაც გამოუშვება ნიადაგი, ამათ კიდე გითხარით, რომ წყლის გამოცვლა სჭირდება. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო და თუ მოგეწონათ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. მე ხშირად ვაზიარებ ჩემს ვიდეოებს ჯგუფებში, თუმცა მირჩევია, რომ თქვენ გააზიაროთ, იმიტომ რომ ჯგუფებში ხან მიქვეყნებენ, ხან არ მიქვეყნებენ, თქვენ კი ძალიან მარტივად დამეხმარებოდით ინფორმაციის გავრცელებაში. ასევე თუ ჩემი გვერდი არ გაქვთ გამოწერილი, ლელას ყვავილები ყოველთვის ერის ახალ გამომწერებს, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი. წარმატებები ყველას!